მრავალშვილიანობა არის ძალიან დიდი ბედნიერება და ყოველი მომდევნო შვილი კიდევ მეტად ბედნიერს ხდის ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დედა უნდა იყოს ძლიერი, ყოჩაღი და სწორად ანაწილებდეს დროს ყველა შვილისთვის. Შემეუღლებ რომ მითხრა რომ ბავშვს ველოდებით, მეთქი უკვე ვალადეთ და გაჩნდა გოგო. მე ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ხა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი პირველი შვილი. ვფიქრობ, რომ ყოველი მომდევნო შვილი გაძლევს იმის ძალას, რომ გაზარდო, აღზარდო და არაფრის არ შეგეშინდეს. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ უკვე მამა რო ხარ, პასუხისმგებლობა და სხვანაირი ცხოვრების გადაკეთება გიწევს ადამიანს. მე ზუსტად ვიცი, რომ გოგონებს ერთმანეთი რო ყავთ, მათ არაფერი არ გაუჭირდებათ დედამიწაზე. მე ვარ ეთერ ბაცგარაძე, 40 წლის. ვარ მარიამის, ანას, ნინის და ალექსანდრას დედა. 20 წლის როგორც კი გავხდი, მარიამი დაიბადა და ვფიქრობ, რომ დღემდე ერთად ვიზრდებით. ხანდახან მგონია, რომ ჩემი შვილი არ არის და უფრო ჩემი და არის. მეორე შვილი რო გაჩნდა გოგო, უკვე ორჯერ ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მარიამი უკვე იმ დონეზე დიდ სითბოს გამოხატავდა ჩემს მიმართ, უკვე თვალებით სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მე უკვე ლაპარაკით და ამან უკვე მიმახვედრა, რომ მეთქი გოგო ეს ნამდვილად ჩემია რა და ესე რომ ვთქვათ, მე უკვე მეთქი აწევს, მეთქი ჯობია ყველა გოგო იყოს. დაიბადა ნინიკო, 24 წლის ვარ უკვე და აი მაგ დროს გიმძაფრდება ყველაფერი, უკვე სამი შვილის დედა ხდები, იზრდები შინაგანად თუ გარედან, გარემოც რა თქმა უნდა უკვე სხვანაირად გეჩვენება და ამ დროს თან კიდე გამომდინარე იქედან რომ დამებადა ესეთი განსაკუთრებული, გამიმძაფრდა დედობის გრძნობაც, პასუხისმგებლობაც, დაუნის სინდრომით მყავს ნინიკო. აი ამ ბავშვმა თავისი შემოსვლით ოჯახში, ოჯახი გააერთიანა, სიყვარული დათესა და მე და ჩემი მეუღლე გაგვაძლიერა რომ ამ ცხოვრებასთან უნდა გვებრძოლა. მოგვიწია, ესე იგი ნაბიჯ ყველაფრის სწავლება მასთან ერთად, მაგრამ იმდენად დიდი ძალა და ის მომცა სტიმული, რომ ვიბრძოლო მასთან ერთად, რომ არაფერი არ გამიჭირდა, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ყველაზე დიდი ძალა ჩემთვის იყო ჩემი მეუღლე. ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა, ის ჩემზე გამბედავი აღმოჩნდა და ესე ორივე ერთად შევებრძოლეთ წინააღმდეგობებს. მე მინდა რომ ყველა დედას დღეს მაინც და დღეიდან რომ დაიბადებათ ესეთი შვილი და მოევლინებათ მიულოცონ. ჩვენ სამწუხაროდ მილოცვაც არ ქონია, როცა დაიბადა ნინი და ამიდა დავამძიმო ეს თემა, იმიტომ რომ ნინი იმდენად ბედნიერი არის, რომ დაიბადა ჩვენს ოჯახში და ყველა ჩართულები ვართ მის განვითარებასა თუ ბედნიერებაში, რომ ამას რო გრძნობ, ეს კიდევ დიდი სტიმულია, რომ ვიაროთ წინ და ნინი განვითარდეს თუ გახდეს სრულუფლებიანი წევრი თუ მოქალაქე ამ ქვეყნის და მსოფლიოსი. ალექსანდრამ გადაგვატრიალა კარგის კუთხით კიდე. რა კუთხით მაგალითად მამა უფრო გაახალგაზრდა. მე ვიძახი რომ მეთქი ბაბუა და მამა ერთად ვარ რა. ანუ რასაც განიცდიან ანუ ადამიანები როცა ბაბუა ხდებიან, მე ვთვლი რომ უკვე მაგას განვიცდი ახლა მე, იმიტომ რომ მართლა ეგეთი ის მაგ სიტუაცია თავის ჭკუაზე დავყავარ. თუ ნინის კუთხით ვიყავით ცოტა შენელებული კადრი, ასე ვიტყოდი, ამ სიტყვას გამოვიყენებ. ალექსანდრამ აგვაჩქარა, მეტად სიცოცხლე შეგუმატა. აი ხა იმ დღეს გასართობ ცენტრში ვიყავით და აი ვერტალიოტი დაფრინდა იმაში ჩავეკვეთე ამ ხელა კაცი. ყოველი შვილის გაჩენის დროს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა და ძალა გემატება, რომ ისინი გაზარდო, სწორად აღზარდო, საზოგადოებისთვის იყვნენ სამაგალითოები, სამაყოები, ხო? აი ყველა დედა უცნებობს ამას, მაგრამ რაღაცა ბევრი ძალისხმევა არ დამჭირვებია მე ჩემი შვილების გაზრდაში ამას. ანუ რასაც უყურებდნენ ოჯახში, დიდ ოჯახში იზრდებოდნენ ისინი, აღნიშნავ, იქ ბებია, ბაბუა, ძალიან ბევრი ნათესავი, ჩვენი სისხლი და ხორცი, რომელიც შეკრულები ვართ და აი არ დამჭირვებია ამაზე ლექციების ჩატარება. ისინი გაიზარდნენ ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ და მაგალითები ვიყავით მისთვის, მაგრამ გვაჯობეს ამასაც აღნიშნავ.